ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში რეინჯერთა ბიბლიოთეკა გაიხსნა სივრცე, რომელიც გარემოს დაცვითი და კულტურული წოდნის გაზიარებას ემსახურება საქართველოს რეინჯერთა ასოციაციისა და როტარი კლუბის მხარდაჭერით შეიქმნა და ის უკვე იღებს პირველ მკითხველებს. ბიბლიოთეკაში თავმოყრილია ლიტერატურა, რომელიც ბუნების დაცვას, ეკოლოგიას, მცენარეთა კულტურებს, ცხოველთა სახეობებსა და კულტურულ მემკვიდრეობას ეხება. მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ წიგნადი ფონდი რეინჯერებისთვის არა მხოლოდ პროფესიული განვითარების საშუალება, არამედ იმის შესაძლებლობაც, რომ ადგილობრივმა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, მკვლევარებმა თუ უბრალოდ ბუნებით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა უკეთ გაიცნონ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. რეინჯერის ბიბლიოთეკა ყველასათვის ღია სივრცეა, რომელიც ცოდნას რეალობას უკავშირებს და ამით ბუნების დაცვის საერთო საქმეში თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვან როლს ანიჭებს. ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში იქმნება ახალი ბიბლიოთეკა, სახელწოდებით რეინჯერის ბიბლიოთეკა, რომლის მიზანია რეინჯერებს მივაწოდოთ განსხვავებული და მათთვის საჭირო ინფორმაცია და ცოდნა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ეხებოდეს გარემოს დაცვას, ეკოლოგიას, ეკოტურიზმს და ასე შემდეგ. მოკლედ ეს სიკეთე შესაძლებელი გახდა როტარი კლუბის და საქართველოს რეინჯერთა ასოციაციის მიერ. მადლობას ვუხდი ამ ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისთვის. სამომავლოდ გეგმავთ, რომ ეს ბიბლიოთეკა გავაფართოვოთ და ჩვენს ბენეფიციარ ახალგაზრდებსაც ჰქონდეთ წვდომა და შესაძლებლობა, რომ გაეცნონ ამ ლიტერატურას და მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია.